ახლა კი მინდა ისეთ თემაზე გადავიდეთ, რომელიც ყველა დედას ეხება და დამეთანხმება ყველა დედა და ზოგადად ყველა მშობელი, რომ იცნობს ამ პრობლემას. 21 საუკუნე ტექნოლოგიების განვითარების საუკუნეა. მოზარდებს ვერ წარმოუდგენიათ სამყარო მობილური ტელეფონის, ინტერნეტის, ჩატებისა და ვიდეო თამაშების გარეშე. დღეს მინდა რომ ვისაუბროთ ვიდეო თამაშებზე და ბავშვების დამოკიდებულებაზე ამ თამაშების მიმართ. კვლევების თანახმად ახალი თაობა უფრო მეტ დროს ატარებს ეკრანთან, ვიდრე ეზოში ან სხვა ნებისმიერ ადგილას. განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმ გავლენებზე, რასაც ახალი ტექნოლოგიები ახდენენ თანამედროვე ახალგაზრდობაზე და განსაკუთრებით ბავშვებზე. მიუხედავად იმისა, რომ თამაში ავითარებს კოგნიტურ აზროვნებას, ლოგიკას და სხვადასხვა უნარებს, არსებობს მისი ნეგატიური გავლენაც, რომელიც ფსიქოლოგიურ თუ ემოციურ მდგომარეობაზე აისახება. ჩვენი სტუმარი ელენე ყიფიანია, ფსიქოლოგი და მასთან ერთად ვისაუბრებთ ამ თემაზე. მოგესალმებით, მოგზაურობთ ჩვენთან. გამარჯობა, მოგესალმებით. ყვავილის გარეშე არც თქვენ დაგტოვეთ. იდებეთ, დავბრძანეთ. დიდი მადლობა ასევე. მოკლედ, საკმაოდ აქტუალურ თემაზე ვსაუბრობთ თანაც 21 საუკუნეში. ჩვენ შვილებს განსაკუთრებულად უყვართ ტექნოლოგიები და ვიდეო თამაშები. ვერ ვიტყვი, რომ ჩემ თაობას არ უყვარდა, თუმცა ცოტა განსხვავებული ფორმით იყო მაშინ და იმდენ დროს ალბათ არ ვატარებდით, რამდენსაც დღეს ატარებენ ბავშვები. პირველ რიგში გითხარით, რა გავლენას ახდენს ვიდეო თამაშები ბავშვის ფსიქიკაზე? გავლენას ემოციურ სფეროზე, თუმცა ის რასაც მშობლები უჩივიან ხოლმე, რომ იმპულსური გახდა, აგრესიული გახდა, ის არ არის პირდაპირ კავშირში, რომ კონკრეტულად თამაში იწვევს ამ ქცევებს. აქ არის პრობლემა თუ ბავშვს მანამდე უჭირს ემოციების რეგულაცია, პრობლემას ამწვავებს. ანუ თამაში შეიძლება გახდეს როგორც ტრიგერი და არა პირველადი მიზეზი. ანუ შეიძლება ჩანდეს, რომ ეს არის აი ამ თამაშებით გამოწვეული, მაგრამ ღრმა არის, უფრო ღრმა არის, ზედაპირზე არის თამაში და ფესვები უფრო ღრმა არის. მარტივად რომ თქვათ რა. ხო, რა არის იცით ეს აგრესიული თამაშები, ჩვენს მარიამ ახსენა რომ ვითამაშია და მეც ვითამაშია ბავშვობაში, ძალიან ბევრი ისეთი თამაში, რომელიც ყველა მიწის კაუნტერით და ჯეტიათ დამთავრებული, მოკლედ. დღეს უფრო ეს ყველაფერი ძალიან მარტივად ხელმისაწვდომი გახდა, ალბათ, რომ ეს ალბათ ტელეფონს აიღებ, ჩართავ და ითამაშებ იქ. აი ეს ფსიქოლოგიურად რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის აგრესიას ხომარ ამატებს, ან ხომარ ამ შემთხვევაში რა არის, როგორ არის? ამძაფრებს, რა თქმა უნდა და ეს ჯეთია რაც ახსენეთ, არის სულ ძალადობა. ჩემი საყვარელი თამაში იყო ბავშვობაში, მაგრამ ძალადობა, სისხლი და რა ხდება ამ დროს თავის ტვინში, ანუ ეს ემოციური ბარიერი მცირდება. ანუ აი ამ ძალადობას ბავშვი ვეღარ აღიქვავს, აი როგორც ძალიან ესეც დიდ საფრთხეს. მცირდება, ანუ რაღაცა ნორმალიზება ხდება ამ ქცევის, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ აი ამ თამაშის გამო შეიძლება მოძალადე გახდეს, ანუ რეალურ ცხოვრებაში იგივე განახორციელოს, ვერ ვიტყვით. თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ბავშვს აქვს ბრაზი, ეს ნეგატიური ემოციები დაგროვილი, ერთგვარ გათავისუფლებას ახდენს აი ამ თამაშის, აი როგორც კათარზისი, რო წარმოვიდგინოთ რა, რის საშუალებასაც, რომ მთელი თავის ეს ნეგატივი გამოხატოს აი ამ ფორმით თამაში. შესაბამისად ამწვავებს მდგომარეობას, როგორც ტრიგერი ისე არის ეს თამაში. აგრესია წესები ხომ არ არსებობს ისეთი აი მოხმარების დროს, როცა ბავშვი თამაშობს, ეხლა მოზარდი და ჩემხელა ადამი მეც ეხლაც თამაშობ რა დაწამალია. ვერ დაგიმალავთ, ეხლაც მიყვარს თამაში. აი რამე წესები ხომ არ არსებობს თინეიჯერებისთვის ან პატარა ბავშვებისთვის, რომ მშობლებმა უნდა დაიცვან ეს ელემენტარული რაღაც წესი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოჯახში ზოგადად იყოს წესი, მოხმარების დრო, წინასწარ განსაზღვრული, პროგნოზირებადი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელი სანამ პატარა მოზარდობის ასაკში არის, ერთვებოდეს და მასთან ერთად რაღაცა დრო დაუთმოს და თამაშობდეს ამ თამაშს, რომ რა შინაარსის თამაშს თამაშობს. რისთვის ჭირდება? აი მე როგორც თერაპევტი მაგალითად ბავშვს რო ვეკითხები, რომ რას გაძლევს ეს თამაში, ხო, სიამოვნებას მანიჭებს, პირველი ამას მეუბნება, ხო? იქ უფრო ძლიერად გრძნობ თავს და რეალურად ეს არის ის საჭიროება, რაც მას ჭირდება და ჩვენ შეიძლება როგორც მშობელმა შევქმნათ რეალურ ცხოვრებაში, სადაც აი ამ სიამოვნებას მიიღებს და უკვე თამაში აღარ იქნება ის ცენტრალური და წამყვანი, სადაც თქვათ გაიქცევა, იმიტომ რომ თამაში რეალურად არის ემოციური
გარემო, სადაც შემიძლია რომ თავი შევაფარო, ერთგვარად თავშესაფარი არის, იმიტომ რომ მანამდე არის ბევრი პრობლემა, მანამდე არის რაღაცა სირთულეები, რაც ესე არ ჩანს, ხო, თუნდაც ბრაზი ავიღოთ, ბრაზი შეიძლება კონდეს ბავშვს, მაგრამ სიტყვიერად ვერ გამოხატავდეს და თამაში ამის საშუალებას აძლევს. რომ გამოხატოს თავისი იქ შეუძლია რომ გარეთ გამოიტანოს, მე შეიძლება? შესაძლებელია რომ აგრესიული გახადოს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აი წესებზე ვსაუბრობდით, ხო, როცა არ არის ოჯახში წესები, არ იცის დრო, როდის უნდა დაასრულოს. დრო მნიშვნელოვანია. და ამ დროს ჩვენ ვართმევთ მშობელი და всё, შენ დრო ამოიწურა, რა თქმა უნდა, ემოციური ფონი მატულობს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ის თუ მისთვის უსაფრთხოების რაღაცა სამყარო არის, ამ უსაფრთხოებას ვურღვევთ. და იწყებს ბრძოლას და მე არის ყვირილი, ჩხუბი, ნივთების მტრევა, უკვე როდესაც დამოკიდებულებაზე როგორ უნდა ვაკონტროლოთ ბავშვებისთვის დრო? ანუ ისე რომ არ გაღიზიანდნენ. მშობელმა უნდა დაუწესოს და ზუსტად უნდა იცოდეს, რომ აი ამ დრომდე, აქედან ამ დრომდე მას აქვს საშუალება რომ მოიხმაროს. ეს დრო როდესაც ამოიწურება, როდესაც გამოვართმევ, მან იცის. ანუ ფსიქოლოგიური მზაობა აქვს მას, რომ ეს უნდა შეწყვეტოს. მანამდე ერთი საათი დრო და ერთი საათი უნდა ამოწუროს თავისი ემოციები. კი, მე ზუსტად ვიცი რაზე საუბრობთ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩემს ტელევიზორს როცა გამოვხთავ ხოლმე, მაშინ ცოტა რთული პროცესი გვიდგება და დრო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ თქვენ შინაარსიც ახსენეთ, რას თამაშობს ბავშვი, სხვადასხვანაირი თამაშები არსებობს, შეიძლება ითამაშოს ჭადრაკი, შეიძლება ითამაშოს ძალადობის მქონე რომელიმე მეექვსე ნაწილი გამოვამალე თამაში, ან შეიძლება სპორტული, ან konkret ფეხბურთი ითამაშოს და ასე შემდეგ. კონკრეტული თამაშები რომ გითხრათ, რა თამაშებზე შეიძლება გითხრათ, რომ ნაკლებად ითამაშოს, ნაკლებად მოიხმაროს, ან საერთოდ ავუკრძალოთ და რა თამაში შეიძლება იყოს უფრო მეტად ნებადართული. განმავითარებელი, რა თქმა უნდა, არის რაღაცა ხა პლუსებიც აქვს, ეს ხაზი რო გადავიდეთ. ანუ არის თამაში და არ გამოდის თან ეპოქა გვაქვს აი იმ პერიოდი, სადაც ხო ჩვენც კი ვართ დამოკიდებულები ხო smartphone-ებზე და სულ რაღაცა სამსახურის საქმე იქნება თუ რა ტელეფონი უკვე საშუალებას გვაძლევს. ძალიან გავრცელებულია Roblox-ი, Minecraft-ი, Roblox-ი არის სისტემა, სადაც უსაფრთხოება არ არის დაცული, იმიტომ რომ იქ არის მიმოწერები, უცხო ადამიანები, ხო, თანხის ამბავიც არის. თანხის ამბავი კიდევ უფრო ერთი გახსნათ თაღლითობის ბავშვები შეიძლება. ერთი რო შეიძლება თაღლითობას კონდეს ადგილი და მეორე არის, როდესაც ბავშვი ეჩვევა თანხის ხარჯვას თამაში და შეიძლება წინაპირობა იყოს თამაშ დამოკიდებულების მომავალში, ჩამოყალიბების. ამიტომაც აქ მე წინააღმდეგი ვარ, რომ ბავშვმა მაგალითად თამაშის დროს დახარჯოს, თუმცა ვახსენეთ ეს Roblox-ი, სადაც იქ გჭირდება რაღაცა სკინები, რაღაცის შეძენა და მაინც მივდივარ მოზარდობის ასაკის იმ პერიოდზე, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური სტატუსი, იდენტობის ჩამოყალიბება და ზუსტად აი ესეთი თამაშები აძლევს აი ამ სოციალურ სტატუსს, ხო, თამაში რაღაცა შეიძინა, უფრო ძლიერი გახდა, აღიარება მიიღო. რეალურად რაც რეალურ ცხოვრებაში შეიძლება სხვა მიმართულებით მივცეთ. შესაბამისად იდენტობის ჩამოყალიბება ხდება, ხო, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ესეც ხო რაღაცა ავატარის შექმნა, რაღაცა ხელოვნური იდენტობას მაძლევს. მე შემიძლია იმ თამაში ვიყო ისეთი, როგორიც რეალურად მინდა, ხო, და რეალობაში ვერ ვახორციელებ ამას. და რეალურად აი ეს მექანიზმი თვითონ დამოკიდებულების ჩამოყალიბების არის ზუსტად აი ამ თავისებურებებზე აგებული. აი ზუსტად იმ სისუსტეებზე ურტყავს, ასე რომ ვთქვათ, რაც მოზარდობის ასაკს ახასიათებს. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ვთქვათ, აი შუბლის წილი არ არის ჯერ კარგად განვითარებული თავის ტვინის ბოლომდე არ არის დასრულებული, რაც პასუხისმგებელია, ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღებაზე, იმპულსის კონტროლზე, მომავლის დაგეგმაზე, შედეგების გათვლაზე. შესაბამისად, თამაში აი ესეთი რომელიც ამ ყველაფერს მაძლევს წამიერად, თუნდაც სტატუსს მაძლევს, ხო, რაც მოზარდისთვის მნიშვნელოვანია. იქ რაღაცა შევასრულე დავალებები, მივიღე აღიარება, მივიღე ქულები, გადავედი დონეს. ხო, შესაბამისად დოფამინის გამოყოფა ხდება იმაზე მეტი რაოდენობით ამ სიამოვნების ჰორმონის თავის ტვინში, ვიდრე ვთქვათ ორგანიზმს ესაჭიროება. და აი ამ სტიმულს ეჩვევა ბავშვი, არის მუდმივად სიამონება.
აი რო გადადოს თქვათ იგივე კომპიუტერი, იგივე ტელეფონი, პირველი რამ მოდის რომ არ ვიცი რა ვაკეთო. ინტერესი იკარგება. აი რა საკიდან უნდა იზრუნოს მშობელმა იმაზე რომ ბავშვმა ზუსტად იცოდეს რამდენი საათი უნდა გაატაროს კომპიუტერთან ვიდეო თამაშებში და რა უნდა ითამაშოს და რა არ უნდა ითამაშოს. ჩემთვის როგორც მშობლისთვის ძალიან რთულია ეს. რა ასე იგი სკოლამდელი ასაკი ჯობია რომ საერთოდ არ იყოს ჩართული. ახლა თვითონ აი ამ თანატოლებში უკვე მოზარდობის ასაკში რო შედიან ხო 9-10 წლიდან. ჯობია რომ საერთოდ წესები უნდა იყოს დაბადების დღიდან მოყოლებული, ოჯახში უნდა ქონდეს წესები, ბავშვს თუ უკრძალავ რომ რაღაცა არ გამოიყენოს დიდხანს, მეც არ უნდა ვიჩდე, თქვა ტელეფონში დიდხანს და კომპიუტერში დიდხანს, იმიტომ რომ როლური მოდელია, ხო? ბავშვი პირველი ქცევა სწავლობს მოდელით და კონტროლი მას შემდეგ, რაც ბავშვი ურთიერთობას იწყებს გაჯეტებთან. აი მიმოწერა ახსენეთ თქვენ და მან არის ძალიან დიდი რისკი იმისა, რომ საერთოდ არ იცი ვის ესაუბრები. ხო, ონლაინ თამაშები არის ეს Roblox-ი და ასეთ გარტყმაში არ ხარ, ესაუბრები შეიძლება 75 წლის კაცს, ან შეიძლება 30 წლის კაცი ელაპარაკებოდეს 8-9 წლის ბავშვს. ესე ძალიან დიდი რისკია და ამის თავდაცვის იარაღი არ არსებობს, როგორც ხვდები და როგორც ვიცი. მხოლოდ არის მშობელი, რომელიც აკონტროლებს ამ ყველაფერს. იქა ძალიან რთულია კონტროლი. კი, რთულია, თუმცა პირველი რაც მნიშვნელოვანია ნდობა. ანუ ბავშვს უნდა კონდეს მშობლის ნდობა. რომ რაღაცა რო იყოს მოვიდეს და გითხრას. ხმამაღლა. მეორე, მე უნდა ვიყო ჩართული რას აკეთებ. ვუყურებდე, ხო? აი რაღაცა 15 წუთი, 20 წუთი ვისთან ურთიერთობს და ფსიქოგანათლება, აი ამ უსაფრთხოებაზე საუბარი არის პარამეტრები, რითაც შეიძლება დაკეტოს და ახსნა და საუბარი ბავშვის ასაკის შესაბამისად იმ თემებზე, რომ არსებობენ ესეთი ადამიანები, ძირითად შემთხვევაში ირგებენ ხოლმე იგივე ასაკის რაღაცა როლს ამ ფოტოს და მე აღმოჩნდება, რომ შეიძლება ზრდასრულთან ხონდეს ურთიერთობა, ხო? ეს არის კიბერსექსუალური ძალადობა, კიბერბულინგი და ძალიან ბევრი უარყოფითი მხარე, რაც ესეთ ქსელურ თამაშებს თან ახლავს. ეს კონკრეტული თამაში და არც ვერ ხვდები საერთოდ რა მოწონთ ამ თამაში. ანუ დღეს ტექნოლოგია ისე დონეზეა ასული, რომ კინოებს თამაშობ, აი რომ შედიხარ კინოს თამაშობ. ნუ AI-ის დამსახურებაც არის ძალიან ბევრი რამე, იმიტომ რომ დენდის დონის თამაშები. შემთხვევაში AI-ის ამბავში იმდენად რთული და ძალიან ცუდი ანიმაციები იქნება, აი TikTok-ზეც რო შევდივარ და რომ ვნახულობ რაღაცა ძალიან ცუდი ანიმაციები იქნება. სიმბადან მივედით რაღაცა ხორცისფერ, ნაცრისფერ მულტფილმამდე რა. აი Roblox-ზე რო ვახსენეთ, მან შეუძლიათ თვითონ შექმნა, თამაშით შეუძლიათ შექმნა და ეგ აი რაღაცა ძალაუფლების კონტროლის შეგრძნებას აძლევს ბავშვს და შესაბამისად დაკავშირებულია აი ამ თავისებურებებთან, რაც რეალურ ცხოვრებაში შეიძლება აკლია. აი ანიმეები რაც არის, რაც საუბრობთ წერა, ხო ძალიან ძალადობრივი გახდა საბავშვო მულტფილმები, რაც თქვით, მეფე ლომიდან მივედით რაღაც ძალადობამდე. ფერადი ნახატებიდან მივედით ნაცრისფერ მულტფილმებამდე. ესეც ხო ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ ბავშვის ფსიქიკისთვის. კი, რა თქმა უნდა, ახდენს და ანიმეებს მაინც არის კარგი ანიმეები და შინაარსობრივად ძალიან საინტერესო, თუმცა არაერთი კვლევა წავიკითხე ამასთან დაკავშირებით და მაინც მიუთითებს, რომ იმ ბავშვებს, რომლებსაც რაღაცა შინაგანი სირთულეები აქვთ, ემოციური, ცოტა დეპრესიული განწყობა, ამ ანიმეებში ხვდებიან ზუსტად მათთვის ნაცნობ სიტუაციებს, მათთვის მის მსგავს მდგომარეობაში მყოფი, თქვათ, გმირები არიან, რაც იზიდავს და ცოტა დეპრესიული აინტერესებს, ხო, არის სხვადასხვანაირი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო რჩევებისთვის. მშობლობა ძალიან რთულია ვაღიაროთ ეს ყველაფერი, თუმცა ალბათ მნიშვნელოვანია რომ იყოთ ჩვენი შვილების მეგობრები პირველ რიგში. მადლობა თქვენ ასეთ აქტუალურ თემებზე. მადლობა ძალიან დიდი.